დილა მშვიდობის რაფერ ხარ მაკაროს ხრაკავ გამწოვს არ ჩავთავ და კარებს გავალებ, იმიტომ რომ კარებს არ ვაღებ ხოლმე, როდესაც ბუზანკალები არიან ხოლმე. ხო და ჯერჯერ ბუზები რო არ არიან, კარებს გაბედულად ვაღებ. ნუ რაღაცა ალაგ-ალაგ არიან, მაგრამ ისი არ არის, რო გაწუხებენ რა. გამოსთაყვანებულები დადიან. ხო და ამიტომ გამწოვი ჩავთ. დილიდან რას ვაკეთებ თუ არა საჭმელს, ვის საჭმელს? აი ამის. იმიტომ რომ ამას ხო სულშია. სულ ჯამი ტაშტი და ქვაბი დადის. ხეირი გამთავებია ხალხნა და ჭურჭელს არ ვერცხავ დაგასწარი. ჩადე. მაგრამ მაქვს აი ეს საპონი. აი ეს და ცოტა ხანი და ეხა ვიხმართ ერთ და რიცხვაზე. ეს არის ფაბერლიკის შამპუნი რაღაცა საპონი. ეს ის ალოეთია და ისინი სხვადასხვა ხო? ის დანარჩენი ისამის არის. ამას ვიყენებ ხოლმე ისა. ნივრიანი, თევზიანი, აი ქათამსრო სუნი აქვს რაღაცა ზინზლისა ხო იცი აი ესეთი ჭურჭელი თვითონ რაკოინაც და ისიც რა ესეთი რაკოინა თუ ნიჟარა кайფო რომელიც არის ის ირეცხება ისე რომ აი მაგიდის სტილოს რო გარეცხავ და ხო აქვს მაგიდის სტილოს თავისებური სუნი ხა ყოველწმაზე ნამდვილად არ ვაგდებ მე მაგიდის სტილოს და აი არ ვიცი ძალიან აი სისუფთავის სუნი დახვება და იმ რაღაცა სუნებს უაშორებს ხო შორის ძვირი არ აღის ხალხო ეს აღის 5 ლარი და ესე მასიურად არ ვიყენებ ხოლმე რა რომ ჭირდება საჭიროების დროს ვიყენებ ხოლმე ეხლა ეგ დროა რომ ფეირი არა მაქვს ну ჯერ არ გავრეცხავ დავაგროვებ და მე ერთიანად გავქაფავ რა თუ ბევრიც არ დავხარჯო ოღონდ სანამ ნინო შეჭამს ჯერ დედამ უნდა ჭამოს ანუ ამ ბოლო ხანებში ერთი ის ვიხდი რომ ყავა ну ხო რა თქმა უნდა დილით ყავა უნდა დალიო ხო ეგ ჩამოვდებ ხელს რა მეთქინა მაგრამ რომ ჭამ საჭმელს მე უფრო სიამოვნებს ყავის დალევა კუჭსაც სიამოვნებს სავარაუდოდ მე მგონი უზმოზე ყავა ალენქოს ну გააჩნია რა ой ფადაშორი შაშან ამ დროს ჩამოვედით არა მე მგონი გორჯებში რომ ვიყავით მე და სოფი ფატისთან მარტის ბოლო რიცხვები იყო რა იმ მახსოვს იმიტომ რომ მე როგორ 1 აპრილი იყო და ეხა მეცნევა ხოლმე რომ წერე რომ 1 აპრილი მოდისო კარგად მიხარით რა ამას ეყოფა იმიტომ რომ ტაფა მაინც ცხელია და ცოტა ხანი იყოს ხო მისაო გასაო რატო არ ცვლიო რატო უნდა შევცვალო ერთადერთი ამ გას რაც აქვს სადღაცას აქვს გახხილივით ხო აი სადღაც საფრა აი ეს პატარა დეტალი აქვს აი ეს მაგრამ ხახრო რატო უნდა შევცვალო ერთი პირობა მეც დავაპირე მაგრამ რა ვიცი ძველებურია რომ გარეცხავ შეხედავ და ქსიამოვნებს პრიალებს მავთულით რო ზედ დაჯდი არ იხაზება ნაღდი რუსულია ჯეჯბას უყვარს ეს ფრაზა მართლა ესია რა თუ დაისავქრა დუხოლკა კიდიალური დუხოლკა რა ქვია რაღაცაც ხო ქვია ყველაფერს აცხობს და წვავს იდეალურ რა უნდა შევცვალო აუცილებელია ის ახალი 2025-ის ბრენდირებული რამე მედგას რა ქვია ამას აღარა წერია ამ საწყავს რა ქვია მაგრამ მაგარია რა არ ვაპირებ შეცვლას იმიტომ რომ ეს ეგ არის ოღონდ ფეირი მისხია მაგრამ ფეირს რომ მოვიდა რა შეჩავას ეს ხო გაგითავდი არა მაგას ჯერ არ გავანებ მოდი იყოს რა მოდი იყოს ეხლა ცოტა საჭმელ შევჭამ და მე ყავაზე მოვალ რა
ესეც მოვაშორო და წოდი წადი ეგ არ იქნება ცოტა ხანი დაიყადე პლასტიკი და წადი ეგ ჯერ სანამ წყალს არ დავასხავ და სანამ არ იქნება თათარაც გააქვს ცოტა მურეც არის დღეს ვაკეთებ ბორშს გადაწყვეტილი ამბავია ოღონდ ბორში არაა მარტო რაღაც სხვადასხვა რაღაცეები იმიტომ რომ ხალიდან მუშაობ ასე ჩაი მინდა ჩაი როცა გინდა მე ყავა გინდა აბა რა ვიცი შვილო აი მე 10 სოციაკალია და ქალმა ეხლა გაიღვიძა ხო წყალთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს მაშინ ხო რო გაიქიშა და მაშინ თქვენს რომ რაღაცას აკეთებდნენ და აი პიკზე ვიყავით ამის ვიყიდეთ ხო და ორი კვირა უწყვეტად გქონდა მე ისევ გაითიშა ოღონდ ქვემოთ ამოვასხარა სადღაცას და იმიტომ გათიშეს და ეხა ისევ მოვიდა პირობას ჯერჯერობით კარგად ასრულებენ ოღონდ ესა ჯერ არის უბნები და სადაც არ გაკეთებულა ჯერ წყალი აკეთებენ თან იმ ხელა წნევა აქვს წნევას არ ეგულირებენ მე მგონი რომ იმ ხელა წნევა აქვს რომ სხვადასხვა ადგილებში მაინც ამოდის და თან აკეთებენ რა ხო მართლა ახალი ამბავი გზების დაგება უნდა დაიწყოთ მარტყოფში და რა კარგია მე რა მიხარია მაინც ფეხი დავჯერა მარტყოფელებო გილოცავთ იმიტომ რომ ყველას მანქანების მაგირო ტაჭკები ყავთ უკვე ამ იამკების და გზების გადამკიდე მართლა ოღონდ ჩემი ძმა რომ მოდის ხოლმე აქ მომიყვანს ხოლმე სახლში სამუშაოდან იამკაში რომ ჩარტყავს ხოლმე არა ეხლა წინ შემხვედრი მანქანა შეხვდა რა და ნელა გაიარა იმ მანქანამ და გამო მაინც ხო უნდა რომელიღაცაში ჩარტყავ რაღაცა ფრთხილობ ახლაო და ხახ გადაიარა ეს ჩარტები შევერთი მაგრამ არ ჩავერთე ეს დღეები ვუყურებ ზოგი ნაყურები და გუშინ რასაც ვუყურე მაგალითად არ მქონა ნაყურები და ეხლა ვნახე რომ მე მგონი კინოთეატრებშიც უნდა გამოვიდეს მისი ფილმი არ ვიცი იცით თუ როგორ აგეცოდინებათ აი უზომოდ მიყვარს გაუწუწიათ ეს ისე ჯეისონ სტეთჰემის ფილმები ყველანაირი თავარი ეგ მონაწილეობდეს კაია ხო და ეხლა კიდევ უნდა გუშინ ვუყურე მძევარს სხვა მონაწილეობდა მე ვუყურე წუხელ რომელიღაც არხზე გადიოდა მექანიკოსი და როგორც ვიცი მექანიკოსი მეორეცა ამიტომ დაბრუნდა ვუყურებ მეორეს ხო მართლა ზოგადად ძილის წინ ხოლმე რაღაცა იდეები ვაწუხებს და მე კი გეუბნებით ხოლმე ყველა იდეას მაგრამ მე ზოგამდე მივდივარ ზოგამდე ვერ მივდივარ ზოგამდე ნახევრად მივდივარ და რაღაცას ველოდები და კაი ხო ხო და გუშინ რომ დავწექი ვფიქრობდი რომ რა შეიძლება კიდე რომ გააკეთო და გაყიდო რა აი თან ისეთი რომ აი მეც რომ ვაიმე დედასკეპცების უთახაზული ვარ გოგორად გამაფრთხილება იცქარო როგორ დიხარ გაბწარო დაიყვანე გამაცალე არ ვიცი მე ჩემო ლამაზო დასვი დედასკეპცები უყურენინო დამასხმენა ვირგლა აგე იქ შესვი ნახე ის არის იქა ეს მაინც გავა წაიყვანე მაღლა შესვი წაიყვანე აგე ის მაგზის შეუსვი მაღლა აი ეგრე გამოეცალი უცბად თუ აღარ გამოიქეს მეორე შიგნიცის აგე ეხლა რატო გამოხვედი აუ ძალიან მაგარი ამინდი არის დილას რო ავდექი ფანჯრიდან გამოვიხედე და ელდა მეცა აი ისე შემეშინა უცბად და მე მივხვდი რომ თოვლი არისო და იყო ეს რო დავინახე ხეზე გამაჟრიალა თოვლი მეგონა და მე მივხვდი რომ ალუჩის ყვავილი იყო
ჩაი ამიდურდა. ხელები დავიბალოთ ახლა, ცოტა შევჭამოთ და ყავაზე მოვალ აუცილებლად. 2 წუთის და 3 წუთით გავა. 2 წუთზე მეტი გამომივიდა, მაგრამ თქვენთვის წამები. ესეთი საშინელი, ესეთი დიდი გრანულები ყავა ხა ხო არ იყიდოთ, საშინელება წარია, რაღაცნაირი წარია. უბრალოდ თელეფონი არ იქონა ვიცოდი. წონით როცა ყიდულობ ხოლმე ბანკებში კიდე არა უშავ მოსულა. მოკლედ ეს გამზადდა. სხვათა შორის მე მაკარონი ესე უფრო მიყვარს გავთიშოთ ვიდრე ქვაბით. ქვაბში მოხარშული. პირველადი კვებისთვის ოჯახი მზათა. ჩვენ ყავისთვის გადავიდეთ ბაღში. კარგად დავდე? კი. რადგან საწოლები ალაგებულია და გუშინ მტვერს რუტით მოვიქროლე და რაღაცა თავს იმის უფლებას მივცე მიუხედავად იმისა რომ ხვალ მუშაობ და რაღაცები გასამზადებელი მაქვს თავს უფლებას მივცე რომ მივცემ რა ისა გავაკეთო ის რაც ჩავიფიქრე წუხელ ძილის წინ რა თქმა უნდა ეს იქნება ჩემი და ჩემი ოჯახისთვის და ჩვენი იმიტომ ეს არის ინდივიდუალური პერსონალური და შეკვეთის შემთხვევაში აუცილებლად გავუკეთებ სხვასაც. ეს ერთი აქ. სადა მეორე. გოგო, შენ შედი და დაწექი ეს რო წევ შენ რა არ უნდა დაიძინო? ჰა? მოდი ჩემო პრინცესა. მოდი ჩემი პრინცესა გოგო. მიდი ჩემო ლამაზო მესამე სართულზე. აი ეგრე იყავი რა. რისთვის აგიშენათ? პაპამ რისთვის მოგიტანა სამსართულიანი სახლი? შეხედა. იცილები მაგასაკეთებელი. აი ეზოს აი მადგილს აკლია სიცოცხლე. სიცოცხლეს რაზე ურაში გულის ოფიცით. ხელი ზაფხული ხომ ანდვართ ხოლმე და ძირითადად სუხმაურიანი და სუმანდვართ და რაღაცა და რაღაც. ზამთარში არა. ხო და აი გაკლია რა. ამიტომ ეხა ყოველდღიურად მტრების გადაწმენდით დაიწყება ხოლმე ეგ ადგილი. ვფიქრობ ისეთი ყვავილები ჩამოვიტანო, რომლებიც გავუკაქაჩავენ და არ გაფუჭდებიან, იმიტომ რომ წინაზე უბრალოდ თქვი რომ მე აღარ ჩამოვიტან ყვავილებს, გარეთ აღარ გამოვიტან. კუდა რა გჭირს კუდა? ხო, მოვალ, ჩემო ლამაზი. რამეცა. ოთხუნა ყავის ჭიქა. ანუ ბარაქის ხეს აღარ გამოვიტან, იმიტომ რომ შაშან შემაშინა, მეგონა გამიფუჭდებოდა. და რაღაც ყვავილებს ძირთად არ გამოვიტან, ისე ოთახში დავტოვე. მაგრამ მანდ არის ყვავილები, რომლებიც იქ ფანჯარაში იქნებიან კარგად. რაღაცა გავახალისო რა, რომ ყავის დალევაც კაი იყოს, დაჯდომაც კაი იყოს და ყველაფერი მანდ. სანამ დრო მაქვს, აქ ვიქნები ამ სივრცეს გამოვიყენებ, იმიტომ რომ ცოტა ხანში ჩამოვლენ ამის მე პატრონეები და ესე ხშირად აქ მე ხო ვეღარ გადმოვალ და აღარ გადმოვალ. ამიტომ როცა წავლი ხოლმე გადმოვალ. ყავას გავედი ბოლომდე და ვერ დაუმუღამე რა. ხო, ეხლა მინდა რომ ერთი ორი სიტყვით აი ეს ქართულ გრამატიკულ შეცდომებს გავუსვა ხაზი. ძალიან კარგად ვიცი ქართული. და არც ბრაზდები, როდესაც ვისწორები.
თაზე უნდა გავბრაზდე. მე რო ვიღაცისთვის, ჩემი ანისთვის კარგი მინდოდეს და რაღაცა შეცდომი თქვას, იმას მეც გავასწორე. არ ვბრაზდე, უბრალოდ. როდესაც აი ესე ვლაპარაკობ, როდესაც ესე ვმეტყველებ, რო იტყვიან ესე სახლში, სახლურად, შინაურულად და რაღაცა. აი ესე ვლაპარაკობ, როგორც ვლაპარაკობდი მთელი ჩემი ცხოვრება. ცუდია ხო რომ ვიყენებ იმ ბარბარიზმი და ეს აღებული რუსულიდან გადმოქართულებული და დარჩენილი და რაღაც სიტყვები, მაგრამ მაინც არის. კაია რო არ იყოს, მაგრამ არის. რაღაცა სიტყვები, რომლებიც არ არის ქართული და ეგრეთ წოდებული ჩამორჩენილი, შემორჩენილი სიტყვებია, ანუ იმდენად მიყვარს იმ ჩემი ბავშვობიდან, რომ მე მსიამოვნებს ამის თქმა და ლაპარაკი, ამ სიტყვების ხმარება. რაც შეეხება გარეთ, სივრცეს, გააჩინეს სად მოხდები, ძალიან მიყვარს, უზომოდ მიყვარს ისეთ გარემოში ყოფნა, რომელშიც აი ეს სახლური ხარე არ იკარგება. ისედაც მიყვარს, მე ზოგადად ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, ოღონდ იცი როგორ? მოდი ჯერ ამას ვიტყვი, ანუ ისეთ წრეშიც რო იყო, ხო იცი ხო ცოტა ისეთი რა? არაფერი შემეშლება. არაფერი საერთოდ. მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, გავაგრძელებ ზეღანდელს. იქაურიც, მაგრამ აი მთელი 37 წელია ვატყობ ჩემს თავს იმას, რომ როგორი კაი სიტუაციაც არ უნდა იყოს, როგორი კარგი და აი რო გინდა რომ უბრალოდ ის მომენტები არასოდეს არ დასრულდეს. ხო, ყოფილა ეგეთი შემთხვევა და ღმერთმა გაგიმრავლოთ ეგეთი შემთხვევები და ეგეთი მომენტები. მაგრამ აი ძილის წინ უნდა დაიწყო და 5 ან 10 წუთი სიწყნარე მჭირდება. არ ვიცი რატო, აი აბსოლუტურად ყოველთვის ვარ მასე. 37 წლის მანძილზე ყოველ დღე. ნუ ეხა ის პატარობისა არ მახსოვს, მაგრამ რაც უკვე მივხვდი რომ ჩემს თავს ეს სჭირდება, ამას ვაკეთებ. ძილის წინ თუნდაც აი არაფერს არ ვაკეთებდე და საწყოლზე ვიჯდე. სანამ დავიძინებ, მე მინდა სიწყნარე, წყნარი გარემო, რომ რაღაცნაირად ვისვენებ. შეიძლება არ ვიყო დაღლილი, მაგრამ ის ჩემი დროა, ის ჩემი მომენტია, ის ჩემი არ ვიცი რა არის, რა დავარქვა, მაგრამ ის ყოველდღე ჭირდება. აი თუნდაც რომ ბავშვები რო დაწვევიან, ხო, ძირითადად ყოველთვის წვევი ხოლმე ბოლოს. რომ უნდა ვიცოდე, რომ ყველა საწოლში წევს. ყველას ტელეფონი გარეთ მაგიდაზე ალაგია და ყველა ძინავ ისე, რომ როგორც უნდა ეძინოთ. სანამ შემიძლია ამის კონტროლი, გავაკონტროლებ. იმიტომ კი არა, რომ მე აი რაღაცა ესეთი რა ქვია ესე, როგორ ვთქვა რა, ეხლა მიუხედავთ იმისა, რომ ივანე 16 წლისა და რო დაწვება ტელეფონსნი გარეთ გამოდის, გარეთ ტოვებს მაგიდასთან. იმიტომ რომ უნდა ეძინოს. და სანამ აქვს ამისი უფლებას არ ვიტყვი, ამისი აი არც პრივილეგიას არ ვიტყვი რა. ურთიერთ შეთანხმებით ვამბობ, არაა საჭირო თორე კაი კონდეს. იმიტომ რომ ყველა ყოფილვართ მაგასახში და ვიცით რომ რა მით უმეტეს ახლა მაშინ ჩვენ ტელეფონები არ გქონა და ტელეფონი რო გვერდზე კიდევ თუნდაც ეხლა ხო იცით რომ აი ხამე გაგეღვიძებთ, აბა მოდი ჩავიხედო მერე შეყვები და ასე შემდეგ და მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის და ვინოსთვის, ნუ რა ასაკშიც მე მყავს შვილები, არაა კაი. აკლდებათ ძილი და ძილი როცა აკლდებათ სხვა რაღაცებზე მოქმედებს, ხო? ეს ჩემზე კარგად კიდე თქვენ იცით. ხო, აი ესე რომ კინაღამ დამავწყვეს საიდან წაველი და სად მოვა. ხო და როდესაც აი ესე მიუხედავთ იმისა, რომ აი ხოხვით რომ მინდა ხოლმე საწოლამდე მივიდე, ხო არის ეგეთი დაღლილი დღეები და აი ყველანი რომ დაწვევიან და სძინავთ, სადღაც 10-20 წუთი მე გარეთ ვარ, აი სულ არაფერი არ ვაკეთო, უბრალოდ უნდა ვიჯდე.
აი სურო თვალები მეხუჭებოდეს მაინც. და მე ვწვევ. არ ვიცი ეს მე შევიქმენი, რომ ესე უნდა გავაკეთო თუ ცხოვრებისეულად მივხვდი, რომ ეს ჩემთვის კაია და მე შემომრჩა ეს ჩვევა, არ ვიცი. მაგრამ ფაქტი არის, რომ ასე ვარ ყოველ დღე. ნუ გამონაკლისი დღეების გარდა რამდენჯერმე იყო, რომ იმდენად დავიღალე, რომ ნინოსაც არ დაველოდე, როგორ დაიძინა და ესე წავედი და წავკვდი. ცოტა ხანი რომ ზიხარ და ატყობ, რომ ვეღარ ქაჩავ, მერე ვიდიხარ. აუ, გაზი ხო გამოვხდე, ხო ზუსტად იცით. ამ კვირის ბოლოს უნდა წავიდე და ვიყიდო ევრო. ხვალე ავიღებ ხელფასს. და ან ხუჩაბაც ან პარასკებს, უფრო ხუჩაბაც ხდება. აი რაღაცნაირად რო ვიცი რომ თანხა მაქვს მისაცემი ვერ ვისვენებ, მინდა რომ всё მივცე, დავამთავრო და ის რა ქვია, მე კიდე მოვაგრო რაღაცა თანხის ის ნაწილი, რომელთაც მე და ბარბარე წავალთ და რაღაცებს ვიდით ტანსაცმლის მინიმალურ რაღაცებს რა. ხო და რა თქმა უნდა თქვენც წაგიყვანთ სად ვიდეოთ შოპ მარილაში სხვაგანაც წავალთ. ხო, ჯერ იმიტომ არ მივდივარ თან, იცი რა არის, რომ სეზონურად შემოიტანონ ტანსაცმელი ხარ, რაც მინდა შემოდგომისები და გაზაფხულისა არ მინდა, ზაფხულისები მინდა. კითხვა ეს რომ არისო რაღაცები, მაგრამ მაინც მასიურად შემოიტანონ, რომ რაღაცა ბევრ რამეს არ ვარჩევთ, რაღაცა ავარჩევთ, იმიტომ რომ მე ბარბარისთვის ფეხსაც მინდა რომ ვიყიდო რაღაცა ტაპუჩკები და რაღაცა სიტები. ხო და მაგას თქვენთან ერთად გავაკეთებ რა თქმა უნდა. წავედი ახლა. ხერხი უნდა გამოვიტანო. ცოტა არ იყოს მეშინიასავით, არ მეშინია განცდა მაქვს რაღაცა საზარელი ხერხთან რომ ვმუშაობ, მაგრამ უმაგისოდ არ შევიძლი. იმიტომ რომ დაახლოებით აი ამაზე პატარა მრგვალები უნდა მოვჭრა. და ხერხთან უნდა მქონდეს ხელი ასე. ხო და ცოტა მზარავს ხოლმე ეგ მომენტი, მაგრამ ჩემი თავის იმედი მაქვს. თორე მაქსიმალურად ყურადღებით ვარ ხოლმე, როდესაც ხერხთან ვარ. ეგეთი პატარა რაღაცები кайხანი არ მომიხერხია, მაგრამ მაინც მინდა რომ გავაკეთო, ბარემ მოვასწრო, ბარემ გავლაკო, ბარემ დავდო და ვნახოთ შემდეგ შეკვეთებით თუ იქნება. დავიდი ხალხო. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით, კაი იყო თქვენთან. ალაგ-ალაგ კი ჩავწერე ვიდეო, მაგრამ მაინც კაი იყო. დღეს ამთვის ბოლო დღეა. ხვალიდან ახალი თვე იწყება. რა მალე გავიდა, აი იანვარი რომ იყო და აუ ეხლა როდის გავაზამთ არის თებერვალით, მოვიდა მარტი. მარტიც აღარ არის. ძალიან მალე გადის. ახლა ენდრო. ძალიან ბევრი ენდრო არის აქ. და იქით ბაღშიც. ინახიათ ენდრო როგორია, აი აქაც არის. თუ ამოვიდა ძირიანად გადა. ენდრო არის ასეთი. და ძირი აქვს ასეთი. ოღონდ ეხლა ჩემთვის ძირით შეხად ჩაწყდა, თორე რაც უფრო ცოტა ღრმად ამოიღებ მიწედან, ეს უფრო წითელია. და ამით იღებება კვერცხი. აი ესეთ ფერია ბოლოში. ეხლა კვერცხის მოგროვებაც დავიწყე. პატარა იაპონკის კვერცხებიც მაქვს, რომლებიცაც შეუღებავს სავარაუდოდ. და წელს თუ კარგად მოიქცევა ეგ გოგო, დავსავყიდებ კრუხად. ხო მართლა წუხელი ძილის წინ ვივარჯიში არა, ქვია, გავიფანცვალე და მე სიამოვნა. რაღაც დაირად და ამ ყველაფერს მომდი 5 წუთი და მე ჩემ თავს უთხარი, მაგარი უნამუსო ქალი ხარ, მეთქი, ოღონდ მართლა ვუთხარი, რომ
როგორი მოუცლელი ხარ, რომ დილას აღამოს 5 წუთს ვერ უთმობ ამას? გადაიწვა ის შეუღერო ის ასწორი, რომ სუზედაზი ხარ. კი არ გაფუჭდა, გადაიწვა. დავით.